Place G უძრავი ქონების პორტალი, როცა შედეგი გჭირდება. შუამთაში ახალი სასტუმრო კომპლექსი და აგრარული ცენტრი გაიხსნა. შატო მერე მთლიანად ქართული ინვესტიციით აშენდა. დღეს ახალი აგრარული ცენტრი საქართველოს პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახსნა. მიხეილ სააკაშვილს დაათვალიერებინეს ინფრასტრუქტურა და გააცნეს ის მომსახურება, რასაც შატო მერე სტუმრები მიიღებენ. ახალი ობიექტის მფლობელები ტურისტებს საშუალებას მისცემენ ადგილზე ნახონ ყურძნის დაწურვა და ღვინის დაყენების პროცესი. შესაძლებელი იქნება ნაწარმოების სასმელის დეგუსტაციაც. მიხეილ სააკაშვილმა საუბრისას ღვინის ექსპორტის პრობლემებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ობიექტები უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტს, ასევე ახალი ბაზრების ათვისებას შეუწყობს ხელს. ოპერატივი საქართველოს პროდუქტი გამოგუა, ეს იქნება ყველაზე. მანამ არასოდეს არ გამოგდიოდა ქართული. ვარ პატარა მცირემიწიანები და ერთთან შევთ ერთმანეთს. ერთად შანსი რომ ამ მცირემიწის პირობებში სოფლის მეურნეობა იყოს ეფექტური არის ოპერატივი. მეკითხა ხორცი, კვერცხი, თათამი, ბოსტნეული, ყველი, ძე, ყურძენი დაახლოებით 200 ტონას ვიღებთ თავისუფლად და სურჩეული ვენახებია, სულ დაახლოებით მინიმუმს რომ 25 წლის ვენახები, ფესუქები და დინალიზაცია მაგიტო ჩვენ გვიწამით გამრჩეული. შევუწყობთ ყველას ხელს, ვინც ასეთ ცენტრებს გააკეთებს, რადგანაც ჩვენი ღვინის გატანა ავტომატურად არის ის, რომ იქ ადამიანები გაიცნობენ, რომლებიც დაინტერესდებიან, ჩამოვიდნენ საქართველოში, დაათვალონ ის ადგილები, სადაც ხდება ამ ღვინოს მოყვანა და ესეთი ცენტრები, რომელიც ყველაზე მთავარი იქნება იმისათვის, რომ ტურისტი იქნას მოზიდული.